გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით ყველას და შემოგთავაზებთ ერთ სასიამოვნო გაშლას. გაშლა მექნება ორ ვარიანტზე და მინდა შეგახსენოთ, რომ ჩემი კარტები დამოხტულია დადებითი ენერგიებით და რა თქმა უნდა, ჩემგან და თქვენთვის. ახლა კი შემოგთავაზებთ ორ ვარიანტს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ არაფრის ჩაფიქრება არ გჭირდებათ, რადგან მე თვითონ წავიკითხავ თქვენ ენერგიებს აქ. მე როდესაც ენერგიებს წავიკითხავთ, რა ენერგიებში იმყოფებით, ახლა თქვენ უნდა მოიცნოთ თქვენი თავი, ეს გაშლა არის თუ არა თქვენთვის. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი. იმედია კარტები კარგად ჩანს, არკნები და თუ არ ჩანს, არ არის პრობლემა, მეგობრებო, რადგან მე უნდა წავიკითხო აქ ენერგიები. მე მაინც აგაფიქსირებინებთ პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. ახლა წავიკითხავ პირველი ვარიანტის ენერგიებს. რა ენერგიებშია ადამიანი? ადამიანი არის გაურკვევლობაში, ადამიანი არის დაღლილი, ადამიანი არის დაღლილი შრომისგან თუ რაღაც გზების ძიებაში, თუ როგორ მიაღწიოს თავის სასურველ მიზანს. ადამიანს შეიძლება თავის მიზნის მისაღწევად მოუწია ბევრის გადალაყვა, ბევრის დაბრკოლება, თითქოს უკვე დაიღალა არ იცის გააგრძელოს თუ შეჩერდეს. აი, სწორედ ამ ენერგიებში ვინც იმყოფება, იმისთვის არის გაშლა. მეგობრებო, ახლა თქვენ ამოიცანით საკუთარი თავი ხართ თუ არა ამ ენერგიებში. და ის ვინც ამ ენერგიებში იმყოფება, ნახოთ რა მოიჩქარის მის ცხოვრებაში და ერთი არკანი ძირს გადავარდა დიდი სისწრაფით და ეს იყო თანასწორობა. შესაძლებელია ბევრი უფლის განითხოვდეს თანასწორობას და სამყარო შესთხოვდეს მის ცხოვრებაში შემოიტანოს თანასწორუფლებიანობა, ან ის რაც გასცა ითხოვდეს მის მომგვას. ადამიანი კი მეგობრებო, როგორც ეხანა მოვიდა ცივი ენერგიებით არკანი, ადამიანი ძალიან დაღლილია სამწუხაროდ, ადამიანი გზას ინათებს, ადამიანი ვეღარ გებულობს რა ქნას, რა მოიმოქმედოს, ადამიანს სჭირდება დახმარება, ადამიანს სჭირდება გვერდში დგომა და თუ ეს ადამიანი ეხლა თქვენ არ ხართ და შესაძლებელია თქვენი ოჯახის წევრი იყოფება ასეთ ენერგიებში, მეგობრებო, აუცილებლად უნდა დაეხმაროთ ამ ადამიანს, რადგან ადამიანს დახმარება ესაჭიროება. ადამიანი უკვე ვეღარ პოულობს გასავალ გზას, არ იცის რა მოიმოქმედოს, როგორ თითქოს სამყარო ეხმარება, მაგრამ თქვენც დაეხმარეთ ამ ადამიანს, რომ მარტივად გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან. კამათის ადამიანი თითქოს კამათის მსხვერპლია. ადამიანი არის კამათის მსხვერპლი. ერთი მხარე ძალიან დაზარალებულია, მეორე კი უსამართლობის საფუძველზე თითქოს გამარჯვებას ზეიმობს. არ ვიცი ეს ვინ არის, თქვენ ხართ ამ ენერგიებში, თუ თქვენი ვისანაც იბრძვით, ვისანაც იკამათეთ, მაგრამ თქვენ დამარცხებულ ენერგიებში გრძნობთ თავს, მეგობრებო, გზებს ინათებთ, ზეციური ვარსკვლავით ინათებთ გზებს, მაგრამ არ შეშინდეთ, მეგობრებო, რადგან გამარჯვებასთან ძალიან ახლოს ხართ, გამარჯვებასთან ახლოს ხართ და მიზნის მისაღწევად ერთი ნაბიჯი გაცილებს თქვენ დასახულ მიზანთან მისვლას. კი პირველი არკანი ამოვიდა, რომ უკვე დაიღალეთ, აქაც დაღლილობას აჩვენებს არკანი, გაურკვევლობის გზაზე ხართ და ვინც გაურკვევლობაშია და არ იცის გზა გააგრძელოს თუ გაჩერდეს, არ დანებდეთ, მეგობრებო, არ დანებდეთ, რადგან გამარჯვება თქვენია, თქვენი იმპერატრიცა ხართ, მეგობრებო, მიაღწევთ ძალიან დიდი მიზანი გაქვთ ჩასახული, როგორ ჩანს, ამ თქვენ მიზანს მიაღწევთ, მაგრამ ბევრთან ეს როგორ დაფიქსირდება, იცით, მეგობრებო, იმპერატრიცას დაენგრა რაღაცა, იმპერატრიცას, რომელსაც ცხოვრებაში ძალიან მარტივად თუ შეიძლება დაენგრეს რაღაც შესაძლებელია მოხდა მის ცხოვრებაში და ეხლა სჭირდება გვერდში დგომა ამ ადამიანს და
მაგრამ სასურველ მიზანს აუცილებლად მიაღწევს და ბევრთან დაფიქსირდება, შესაძლებელია ეგ დედის ძალა იგრძნოთ. მეგობრებო, დედა დაგეხმაროთ და ისევ დედამ გამოგიყვანოთ ამ თქვენი დაანგრეული ენერგიებიდან, ასე ვთქვათ, კამათი ჩხუბი გაუთავებელი, კამათი ბრძოლა. ეს ან ნათესავებთან ბრძოლაა, მეგობრებო, ან სამყაროსთან ბრძოლა, სამყაროსთან მოცემული ნგრევა, გზების ნათება, მაგრამ მანდილოსანი გეხმარებათ, მეგობრებო, და ეს მანდილოსანი შესაძლებელია იყოს თქვენი დედა. იყოს თქვენი დედა, რადგან იმპერატრიცა აქ ხშირად ფიქსირდება, იმპერატრიცა აფიქსირებს უფრო დედის ენერგიებს, დედის როლს, ქალი, რომელიც ზრუნავს ყველაზე, ქალი როგორც ოჯახის ქალი ძლიერი, როგორც დედა ძლიერი, როგორც მზრუნველი პიროვნება, ადამიანს უკვე ყველაფერი გამოცილი, იცის გაჭირვებაც, იცის დაალღინებაც, ამ დროისათვის ყველაფერს მიღწეულ და ეს არ არის 25 წლის და 30 წლის ადამიანზე ლაპარაკი, ეს არის უფრო დიდი პიროვნება, რომელსაც იცის დედობრივი სიყვარული, იცის თავის ოჯახის სიყვარული, იცის შვილი, იცის მეუღლე, იცის ყველაფერი და დიდი ალბათობით აქ ბევრთან თქვენ შვილებზე იქნება, მეგობრებო, ლაპარაკი და თუ აქ ვინმე ასაკის ადამიანი მიყურებს, რომელსაც შვილს თქვენი დახმარება სჭირდება, აუცილებლად უნდა დაეხმაროთ ამ ადამიანს, გამოიყვანოთ ამ ენერგიებიდან, დანგრეული ენერგიებიდან, რადგან ცოტა დახმარებაც სახელისკვრაც კი მას მიიყვანს სასურველ გზამდე, სასურველ შედეგამდე, თქვენ როგორც დედა უნდა უბიძგოთ მას და თუ უბრალოდ დედა სჭირდება დახმარება და თქვენ დედა ხართ ამ ენერგიებში, მინდა გითხრათ, რომ არავის დახმარება არ გჭირდებათ, მალე გამოხვალთ თქვენ ამ ენერგიებიდან და მიაღწევთ იმ ყველაფერს. აქ ფინანსების დანაკლისია შესაძლებელია ვინმეს ფინანსების დანაკლის განიცდის, ან კიდევ ვინმე ციხეში დაწყავდეს შვილი და ფინანსების გადახდა საჭიროებდეს, მეგობრებო, რადგან ძალიან დანგრეული ენერგიებია. თუ ვინმე შვილი ყავთ ციხეში, უნდა დაეხმაროთ ამ შვილს და ფინანსებით მოხდება მისი ციხიდან გამოყვანა. რადგან აქ მართლა ძალიან დანგრეული ენერგიებია, ვიღაცა არასწორობის მსხვერპლია, ვიღაცა კამათის მსხვერპლია და ეს მისი დაუმსახურებელი სასჯელია. დაეხმარეთ ამ ადამიანს, მეგობრებო, თუ ის მით უმეტეს თქვენი შვილია. და ეხლა გადავედი მეორე ვარიანტზე. და რა ენერგიებშია ადამიანი, ნახოთ და ამოიცანით თქვენი თავი თუ ეს გაშლა თქვენზეა. აქ უფრო 25 წლამდე ასაკის ადამიანებზე მაქვს ისევ გაშლა, მეგობრებო, აქ არის ახალი განვითარება, ახალი ნაბიჯები, ახალი დასაწყისი. ალბათ ვიღაც რაღაცის სწავლას აპირებს, შესაძლებელია ვიღაცა რაღაცას სწავლას აპირებდეს, ან სწავლის პროცესში იყოს გადადგმული, ქონდეს ნაბიჯები, ვიღაცა რაღაცას სწავლობდეს და ეს სწავლა მოუტანს უკვე ფინანსებს თავის სწავლის ზოგიერთმა ვინაც სწავლა დაიწყო, რაღაცის სწავლა დაიწყო, მინდა გითხრათ, რომ ყველაფერი გამოგივართ და განვითარდებით, ამას მოყვება განვითარება, ხოლო ვინაც უკვე ისწავლეთ და სფეროში აპირებთ ნაბიჯის გადადგმას, მინდა გითხრათ, რომ თქვენი ნასწავლს გამოიყენებთ და ახალი სფერო, ახალი დასაწყისი მოგიტანთ ფინანსების გამომუშავებას. კი, მეგობრებო, აქ არის ახალგაზრდა, რომელიც ახლა გადის გზაზე, უკვირდება სწავლაში, შეიძლება პრაქტიკებზე იყოს უკვე ადამიანი გადასული, უკვირდება რა, როგორ და რანაირად, მაგრამ ეს თქვენი სწავლა, ცოდნა, თქვენ მალე გამომუშავებიათ ფინანსებს, მოგიტანთ წინსვლას, განვითარებას. აქ მეგობრები აღინიშნა ერთად, შესაძლებელია მეგობრები ჯერ ბანკეტი და ასეთი რამე ადრია, მეგობრებო, მაგრამ შესაძლებელია მაინც
ვინმე წინასწარ აღნიშნავდეს რამის დამთავრებას, ან ექსკურსია იყოს დაგეგმილი, ან კიდევ დაბადების დღეზე ერთად თავშეყრა. ყოველ შემთხვევაში ახალგაზრდები ჯერ რომლებიც კიდევ რაღაცას სწავლობენ, ან კიდევ თავის ნასწავლის გამოყენება ეხლა უნდა დაიწყონ, ანუ თავის ნასწავლის, თავის სფეროში ნაბიჯების გადადგმას აპირებს. აქ არის ადამიანი, რომელსაც თავდაყირა აქვს, ყველაფერი და ეს თავდაყირა აზრები მის თავში ეკუთვნის სწავლას, განვითარებას, სამსახურეობრივ სფეროს. მინდა გითხრათ, რომ ადამიანმა შესაც ბევრი სწავლობს და ბევრმა უკვე დაასრულა სწავლა და უკვე თავის სფეროში ეძებს სამსახურს და განვითარებას, მაგრამ მალე განავითარებთ, მალე მოიპოვებთ თქვენ სამსახურს, მალე შემოგიტან თქვენი ნასწავლი ფინანსებს, დაასტაბილურებთ მდგომარეობას და თუ ვინმე რაღაცის თავის ცოდნით ან თავის სამსახურეობრივი სფეროთი რაღაც ფინანსების განვითარებას ელოდებოდა, მალე განავითარებს მეგობრებო ფინანსებს, მალე განავითარებს ფინანსებს და შესაძლებელია ბევრმა დააგროვოს იმდენი ფინანსები, რომ რაღაცის მესაკუთრე გახდეს და ეს რაღაცის მესაკუთრეობა ამ შემთხვევაში არანაირად არ აღნიშნავს ქორწინებას. ეს არის მესაკუთრეობა უფრო მატერიალური, სადაც უნდა ჩაიდვას ფინანსები, ან დაიხარჯოს ფინანსები. კი, აქ არის ახალი დასაწყისი, ახალი განავითარება და ეს ახალი განვითარება თქვენს სამსახურეობრივ სფეროში, მატერიალურ სფეროში. აქ არის ფინანსები და მინდა ამ მატერიალურს ისიც დავამატო, რომ ბევრთან ფინანსები და რაღაც 25%-თან ადამიანი როდესაც ფინანსებს მოიპოვებს და განავითარებს თავის ფინანსებს და გახდება რაღაცის მესაკუთრე, ის გადადგავს ნაბიჯებს სასიყვარულო სფეროშიც, რადგან ადამიანი ელოდება სასიყვარულო სფეროს განვითარებას, როგორც ფინანსებში, ასევე ოჯახურში. ანუ აქ იყო დასტაბილურება, ბევრი თქვენგანი შეეცდება ორი რაღაცის დასტაბილურებას და ეს ორი რაღაცის დასტაბილურება არის ზუსტად ფინანსების და სასიყვარულო სფეროსი. ანუ როგორც კი ადამიანი ფინანსებს ჩაიგდებს ხელში თავის გადადგმული ნაბიჯებით, ის აგრევე ეცდება დაასტაბილუროს სიყვარული მის ცხოვრებაში, ანუ სასიყვარულო სფეროშიც გადადგას ნაბიჯი. აქ არის ადამიანის აზროვნება ორად გაყოფილი და მისი ორად გაყოფილი აზროვნება მიმართულია ფინანსებზე და მიმართულია სასიყვარულო სფეროზე, ანუ აქ გვაქვს ორი ტუზი ფინანსების, პენტაკლების ტუზი და თასების ტუზი, რაც აღნიშნავს მატერიალურს და სასიყვარულო სფეროს. ადამიანი ახლა ფიქრობს ზუსტად ამ ორზე. თავის ერთი ნაწილი გადართულია ფინანსებზე, ხოლო თავის და აზროვნების მეორე ნაწილი გადასულია სასიყვარულო სფეროზე, მაგრამ იმისთვის, რომ ადამიანმა სასიყვარულო სფეროში გადადგას ნაბიჯები, ჯერ მკვეთრად და მდგრადად ცდილობს თავის ფინანსების განვითარებას და თავის ფინანსების განვითარების საფუძველზე რაღაცის მემკვიდრეობის ხელში ჩაგდებას, მემკვიდრეობის რაღაცის დააპყრობას ცდილობს ადამიანი რაღაცის საკუთრების მოპოვებას ცდილობს. დიდი ალბათობით ეს საკუთრება მისთვის იქნება სახლი, ის ამ ფინანსებით და ფინანსების აღმოცენების შემდეგ დიდი ალბათობით იფიქრებს სახლზე, ჭერზე, რათა შემდეგ გადავიდეს სასიყვარულო სფეროზე. ამით აგემშვიდობებით მეორე ვარიანტსაც და თქვენ ცხოვრებაში ყოველივე საუკეთესოს სწრაფი ენერგიებით განვითარებას გისურვებთ.